შეგეწიოთ რავას დაისწარით ჯანმრთელად და ბედნიერად, აბა სხვა რა გითხრა. მე თვითონ დაგლოცოთ, გილოცავთ ილია თესბიტელის, ილია ჭავჭავაძის ხსენების დღეს, მისი უწმინდესობის ანგელოზის ხსენების დღეს, ულოცავ მთელ საქართველოს, ბაკურიანის ილია თესბიტელის სახელობის ტაძარი ამას წინათ აღადგინა მრევლმა, მოწმე ხალხმა და შევეცდებით სულ მალე რომ წირლოცვა განახლდეს აქ როგორც წინა საუკუნეებში. წინასწარმეტყველი ილია ძალიან გამორჩეული წმინდანია, იმიტომ რომ მისი წმინდა ხალემი ჩვენთან ინახება და ის მადლი, სიწმინდე ჩვენ გვიცავს და ჩვენ ქვეყანას იცავს და გადააფაროს სუფალმა კალთა თავისი მადლით ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ბაკურიანს, ჩვენს სამშობლოს და ჩვენ საქართველოს. მე თვითონ დაგლოცოთ მრავალ ილიობას დაესწრათ. მე თვითონ დაგლოცოთ. ამინ. დღეს არის ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღე და აქ ბაკურიანში არის სალოცავი, რომელიც თავს უყრიდა ძალიან დიდ რაოდენობით მოსახლეობას, მთელი გუჯარეთის ხეობის მოსახლეობა იკრიბებოდა აქ თავის დროთა სალოცავად. მერე დროთა ცვლილებებმა ეს მოსახლეობა სხვაგან გადახვეწა, მაგრამ ჩვენ ვჯერა რომ ეს სალოცავი და ეს წმინდა ადგილი ამ მოსახლეობისათვის, რაც დღეს ბაკურიანში ცხოვრობს, კიდევ ერთხელ გახდება იმ მეგობრობის, იმ ურთიერთ სიყვარულის და იმ გაერთიანების სიმბოლო, რომელიც აუცილებლად ერთაშორის ადრე თუ გვიან საქართველოში დადგება და ამის წინაპირობებს ჩვენ ხედავთ.